დევნილთა სინერგია. გადაცემები მზადდება პროექტის სინერგია დევნილთა გაძლიერებათა მონაწილეობისა და თანამშრომლობის გზით ფარგლებში. საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით. მოგესალმებით, ეს გახლავთ გადაცემა დევნილთა სინერგია, რომელიც მომზადებულია პროექტის სინერგია დევნილთა გაძლიერებათა მონაწილეობისა და თანამშრომლობის გზით ფარგლებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის მიერ საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს საშუალებით. გადაცემას გავუძღვები მე, მედეა იმერლიშვილი. დღევანდელი გადაცემის თემა გახლავთ დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფა. ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან დღეს ქალბატონი მარინე ფაღავა, სინერგიის წევრი, ბატონი თემურ ბაქრაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი, ბატონი თორნიკე ცაგარეიშვილი, სახალხო დამცველის აპარატი, დევნილთა საკითხებზე პროექტის კოორდინატორი და ქალბატონი ეკაგვალია, საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ აფხაზეთის აღმასრულებელი დირექტორი. დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს ჩვენთან მობრძანებისთვის. სტუდიის ტელეფონის ნომერს შევახსენებ ჩვენს მსმენელებს 24092 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში გასული წლის ბოლოს შეიქმნა დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიზანი დევნილთა სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციაზე, დასაქმებასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვაა. როგორ გეგმავს დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ამ მიზნის მიღწევას, რა მიდგომას ეფუძნება მისი საქმიანობა, რა იქნება მისი ძირითადი მიმართულებები და მეორე მხრივ რა მოლოდინი არსებობს იძულებით გადაადგილებულ ადამიანებში და რამდენად ინფორმირებულები არიან ისინი ამ სააგენტოს შექმნის და მისი საქმიანობის შესახებ. ვიდრე სააგენტოს შესახებ ბატონ თემურ ბაქრაძეს მოვუსმენდეთ, ალბათ კარგი იქნება ჩამოვთვალოთ ჩვენის პრობლემები, რომელთა წინაშეც დგას დღეს დევნილი მოსახლეობა და რომელთა გადაჭრაც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბატონო თორნიკე. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით სტუმრებს. რაც შეეხება დევნილთა პრობლემებს, რომლებიც ახალი არ არის და წლებია უკვე დევნილების წინაშე დგას, მე დავყოფდი სამ ძირითად ნაწილებს, ნაწილად იმ პრობლემებს, რომლებიც დევნილებს დღეს გააჩნიათ. პირველი და უმთავრესი და ალბათ ყველაზე მეტად დაინტერესება დევნილთა მხრიდან არის განსახლების საკითხთან და განსახლების პრობლემა უკვე წლებია დგას და დღევანდელი ჩვენი სამინისტროს ინფორმაციიდან დღეს არსებული რეალობით განსახლებული არის საზღვრული ფართის საკუთრებაში გადაეცა მხოლოდ დევნილთა 1/3 ოჯახებზე მაქვს საუბარი. განსახლების პრობლემა დღესში დგას, ამასთან ერთად მას ერთვის საარსებო წყაროების პრობლემა, რაც არის დღევანდელი გადაცემის მთავარი თემა. მხოლოდ განსახლება არ არის დევნილთა პრობლემების გრძელვადიანი გადაწყვეტის გზა, განსახლებასთან ერთად აუცილებელია დევნილს ჰქონდეს განსახლების ადგილზე გარკვეული შემოსავალი, რათა ასე ვთქვათ დარჩეს იმ ადგილზე. ანუ დასაქმების პრობლემა. თუნდაც დასაქმების პრობლემა, ან მცირე ბიზნესი, ან ნებისმიერ რამ, რაც ადამიანს მისცემს საშუალებას დარჩეს განსახლების ადგილზე, არ მოწყდეს განვითარებას და იძულებული არ გახდეს დატოვოს განსახლების ადგილი და დაუბრუნდეს ისევ ქალაქში, რომელიმე დიდ ქალაქში სამსახურის საშუალებლად. და ასეთი ფაქტები არის მე ჩემთვის როგორც ცნობილია. რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტები არის. თუნდაც ფოცხოვე წერიდან ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაბრუნდა ქალაქში. დაახლოებით განსახლებულთა ნახევარზე მეტი დღეს რეალურად იქ არ ფოცხოვეწერში არ ცხოვრობს. თავიდან ფოცხოვეწერში დევნილების განსახლება მოხდა სწორედ გრძელვადიანი განსახლების მიზნით, თუმცა რეალურად დავინახეთ რომ ეს ასე არ არის დღეს და იქიდან ხალხი უკან ბრუნდება. ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორები, არა მხოლოდ საცხოვრებელი ფართის სტანდარტები, ასევე გარემო პირობები, არსებული ინფრასტრუქტურა, რომ ადამიანებმა შეძლონ ადგილზე დაკავება საქმით და ასე ვთქვათ ოჯახის რჩენა. და მესამე პრობლემა ეს არის ინფორმირებულობა. რადგან სტერეოტიპი ჩამოყალიბდა საზოგადოებაში, რომ დევნილებმა მაინც ყველაფერი იციან და არ ჭირდებათ მათ დამატებით ინფორმაციის მიღება სახელმწიფო ორგანოების ან ზოგადად თუნდაც არასამთავრობო სექტორის მხრიდან, ეს ასე არ არის. დევნილებს შეიძლება ჰქონდეთ ზოგადი ინფორმაცია არსებული სიახლეების შესახებ, თუმცა კონკრეტული ინფორმაცია თუ რა სახით, რა გზით შეუძლიათ მათ თავიანთი უფლებების დაცვა, ასევე იმ შეღავათების მიღება, რომლებიც გამომდინარეობს ზუსტად იქიდან, რომ ისინი არიან დევნილები. ამაზე ინფორმაცია დევნილებს ხშირად აქვთ ან არ აქვთ, ან აქვთ არასწორად. ამიტომ საჭიროა პირველ რიგში ალბათ სახელმწიფომ და შემდეგ რა თქმა უნდა ასევე არასამთავრობო სექტორმა ამ კუთხით მუშაობა გააზრიეროს. ეს პრობლემა გამოხატულია ასევე
დევნილთა ახალ სამოქმედო გეგმაში, დევნილთა ახალი სამოქმედო გეგმის მესამე ნაწილი ზუსტად ეხება ინფორმირებულობის გაზრდას და თუნდაც ის რომ შეიქმნა CP, რომელიც იმუშავებს დევნილებისთვის საარსებო წყაროების შექმნაზე, საჭიროა დევნილებს ამ CP-ის შესახებ მიეწოდოს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა სახის პროექტებს აფინანსებს და რა სახის დახმარება შეუძლიათ მიიღოთ ამ CP-ისგან. მოკლედ ეს არის სამი ძირითადი პრობლემა, რომელსაც დღეს ალბათ ჩვენ შევეხებით. რეალურად ეს ყველა პრობლემა საბოლოო ჯამში იწვევს სოციალურ პრობლემებს და დღეს დევნილებს აწუხებს უბრალოდ სოციალური პრობლემები, თორემ რაც შეეხება სამართლებრივ ბაზას და რეგულაციებს, ასე თუ ისე წესრიგში არის რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ არ არის იდეალური, არის კარგთან ძალიან ახლოს. დღეს მთავარი გამოწვევა არის მოქმედება და არა გაწერა ამ მოქმედებების ფურცლებზე. ასე თუ ისე ფურცლებზე ეს ყველაფერი გაწერილია. ეხლა საჭიროა უკვე რაც ფურცლებზე გვიწერია ის გავაკეთოთ პრაქტიკაში. ძალიან დიდი მადლობა ბატონო თორნიკე. კაბატონო მარინა თქვენთან მექნება მეორე შეკითხვა. ბატონო თორნიკემ ჩამოთვალა რამდენიმე პრობლემა, თუმცა მას არ უხსენებია ინტეგრაციის თემა და ესეც მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. და მე ვიცი, რომ თქვენ სწორედ აი ამ თემაზე გაამახვილებთ ყურადღებას. მე მადლობთ, რაც ბატონმა თორნიკემ შეიძლება ახლოს მიკროფონთან. რაც ბატონმა თორნიკემ ჩამოთვალა, ეს რა თქმა უნდა ინტეგრაციისთვის საჭირო პირობებია. აბსოლუტურად. ახლა გავაგრძელებ თემას ინფორმირებულობაზე, ეს არის მართლა არა მარტო მძიმე თემა, ვიტყოდით სავალალო მდგომარეობა ამ ხრივ ესაჩვენა კიდე ახლა ხანს ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც ჩატარდა იმ პროექტის ფარგლებში, რომლის ფარგლებშიც ეს გადაცემა მიდის, როდესაც ელემენტარული რაღაცეები არიციან დევნილებმა და დღეს უკვე აღარ ვიცი, ახალ მექანიზმებზე უნდა ვიმუშაოთ და ეს იქნება ჩვენი რეკომენდაცია სახელმწიფოსთან, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად შეიქმნას რაღაცა ახალი, შეიძლება ინოვაციური მექანიზმები, რომ მივიტანოთ ინფორმაცია ხალხამდე, იმიტომ რომ აი ეს მოწყვეტილობა, პოლიტიკური ისეთი პასიურობა, საზოგადოებრივი პასიურობა მეტწილად დამოკიდებულია, ბევრ ფაქტორთან არის დამოკიდებული, მაგრამ ასევე დამოკიდებულია იმასთან, რომ არ აქვთ სათანადო ინფორმაცია. რაც ეხება ინტეგრაციას, ქართულა ეს სამართლებრივ დოკუმენტებში ჩაწერილია, რომ ინტეგრირებულად ჩაითვლება ის მაშინ დევნილთა საზოგადოება, როდესაც მათ არ დაჭირდებათ კონკრეტული დამატებითი დახმარება და ღონისძიებები. ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, ეს არის. განსახლება რჩება მძიმე თემად და კერძო სექტორში მცხოვრები დევნილებისთვის ეს ის ყველაზე მძიმე საკითხია. რეგისტრაციამ ადრე კერძო სექტორს საერთოდ პრაქტიკულად ყურადღება არ ქონდა კერძო სექტორში მცხოვრებს დევნილებს, იმიტომ რომ მიზეზად სახელდებოდა ის, რომ მაგათი აღრიცხვა და მაგათი საცხოვრებელი ადგილის დადგენა რთული იყო. ეს მართლაც ასე იყო, მაგრამ ბოლო რეგისტრაციამ იმის საშუალება მოგვცა, რომ სამინისტროს ბაზაში ჩაიწერა როგორც რეგისტრაციის მისამართი დევნილის, აგრეთვე ჩაიწერა დროებითი მისამართი, რაც იცვლება, მაგრამ რაღაცა საფუძველი აქვს უკვე სახელმწიფოს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის საშუალება, რაც ქონდა რეგისტრაციას, ის რესურსი, რომ უკეთ გამოეყენებინა ეს რეგისტრაციის შედეგები იმისათვის, რომ კერძო სექტორისთვის უკეთესი პოლიტიკა შეემუშავებინა, ეს რესურსი არ იყო გამოყენებული და დღეს სამწუხაროდ, იმიტომ რომ რეგისტრაციის ეს არ იყო გამოყენებული, იმიტომ რომ რეგისტრაციის შედეგები არ იყო სათანადოდ გაანალიზებული და დღეს სამწუხაროდ ტოლთა სამინისტროს ჩვენი ინფორმაციით არ აქვს ინფორმაცია იმაზე, თუ რამდენი ოჯახი კერძო სექტორიდან არის დაკმაყოფილებული აი ამ გრძელვადიანი. ზუსტი ინფორმაცია ამის შესახებ არ არსებობს. ჩვენი ინფორმაციით არ აქვს სამინისტროს ზუსტი ინფორმაცია იმაზე, თუ რამდენი ოჯახი დაკმაყოფილდა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის პროგრამით
და საერთოდ რამდენს აქვს საკუთრებაში ამაში შედის ის რიცხვიც ვინც შეიძლება. გარდა ამისა, დღეს პრობლემად რჩება კერძო სექტორის საჭიროებების შესწავლა. ისე მოვხაზავ ამასაც და მნიშვნელოვან პრობლემად, რა თქმა უნდა, რჩება უმუშევრობა, რომელიც დევნილებში საჭიროებს კონკრეტულ და დამატებით ღონისძიებებს და საინტერესო იქნება თქვენი მოსმენა ბატონო თემურ. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მარინა. დიახ, ახლა უკვე ჩვენ გადავალთ ჩვენი გადაცემის ძირითად თემაზე, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო. ამაზე ამ სააგენტოს მიზნებზე და ძირითად მიმართულებებზე გვესაუბრება ბატონი თემურ ბაქრაძე. ბატონმა თორნიკემ და ქალბატონმა მარინამ უკვე ჩამოთვალეს ის პრობლემები, რომელთა წინაშეც დღეს საქართველოში დგას დევნილი მოსახლეობა. რას გააკეთებს თქვენი სააგენტო ამ პრობლემების საპასუხოდ ბატონო თემურ გთხოვთ. ჩვენ სააგენტო შეიქმნა ამ წლის უბრალოდ გასული წლის დეკემბერში და ფუნქციონირება დავიწყეთ ამ წლის იანვრიდან, როდესაც ჩამოყალიბდა და შემუშავდა ყველა ის სამართლებრივი დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც უფლება გვაქვს ვიმოქმედოთ. ეს დოკუმენტები შექმნილი არის ჩვენს მიერ, მაგრამ შემდგომ აუცილებლობა შეიქმნა იმისა, რომ ევროკავშირის როგორც ძირითად დონორ ორგანოს მოეხდინა მათი ექსპერტირება და ექსპერტირება დასრულდა სულ ერთი კვირა არის, რაც ექსპერტები იყვნენ ევროკავშირიდან ჩამოსულები ჯგუფი და შეაფასეს ის სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებული მექანიზმები, რომლებიც ჩვენს მიერ იქნა შემუშავებული, რომ არ გავართულოთ და გასაგებიანით ყველა მსმენელისთვის გასაგები იყოს ეს არის თუ როგორ უნდა შეივსოს კითხვარი, რა უფლებები აქვთ მათ, რა რაოდენობით მიეცემათ დახმარება და ყველა ეს გაწერილი იქნება სამართლებრივად, რათა თავიდან აცილებული იქნას შემდგომ ამასთან დაკავშირებული სირთულეების წარმოქმნა. ერთ სიტყვით სამართლებრივი დოკუმენტები მზადაა და ჩვენც უკვე ალბათ ერთი თვის განმავლობაში მზად ვიქნებით დავიწყოთ პროექტების განხორციელება, რომლებიც უშუალოდ არიან მიმართული და კომპლექსურად გნებავთ ადამიანის უფლების ზოგადად და კონკრეტულად ამ შემთხვევაში დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფაზე კომპლექსურად ვიგულისხმე ის, რომ ჩვენი მიდგომა ჩვენ მუშაობა არ დაგვიწყია შიშველ ადგილზე, რადგანაც საკმაო გამოცდილებაა დაგროვილი როგორც სამინისტროში, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომელთანაც აქტიურად თანამშრომლობთ. ჩვენი შექმნის მთავარი მიზანი გახლდათ, რომ ერთგვარად კოორდინაცია მოეხდინა ყველა სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევის, რომელიც მიმართული იქნება კონკრეტულად დევნილთა უზრუნველყოფაზე, materiალური იქნება თუ ფინანსური საშუალებებით. ამ სტარტის აღებას გარკვეული დრო დაჭირდა, რათა მოგვეპოვებია ინფორმაცია ყველა შესაბამისი ორგანიზაციიდან, რომელთა რაოდენობა საკმაოდ დიდია და რომლებიც ძალზედ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, რომ გამოგვერცხა ამ კოორდინაციის საშუალებით პარალელიზმი, იმიტომ რომ არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ პიონერული მეთოდით დავიწყეთ ჩვენი ჩასვლა რაღაც ობიექტებზე ინდივიდუალურად და აღმოჩნდა, რომ იქ უკვე ვიღაც ნამყოფია და განუხორციელებია ის, რაც თქვა სხვა ჩვენ ქონდა განზრახული. მაპატიეთ, მინდა რომ ჩაგეკითხოთ ბატონო. თქვენს ვებგვერდზე, როდესაც ვათვალიერებდი ინფორმაციას სააგენტოს შესახებ, ვკითხულობთ ასეთ სიტყვებს. ამ სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დევნილთა პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზება, რაც ხელშეუწყობს დევნილთა სახელმწიფო დახმარებაზე დამოკიდებულებიდან მათ თვითუზრუნველყოფაზე გადასვლას. იქნება აი ეს სიტყვები განგვემარტოთ, როგორ აპირებთ ამის გაკეთებას? წლების განმავლობაში მოგეხსენებათ, რომ სისტემური მიდგომა გახლდათ ის, რომ 45 ლარი საკმარისად იყო მიჩნეული მათი საცოცხლო ინტერესების დასაკმაყოფილებლად, რაც ჩემს აზრით და ობიექტური მონაცემებით და ყველა სტატისტიკით ნებისმიერ გათვლით აბსურდის ტოლფასი არის, რომ 45 ლარად შეიძლება ადამიანმა თვის განმავლობაში გამოიკვებოს ან დაეკმაყოფილოს ვიტალური მოთხოვნილებები. ამ მიდგომას კარდინალურად უბრალოდ საპირისპირო არის ჩვენი მიდგომა, რომ არა ერთჯერადი უნდა იყოს ეს დახმარება და არა ეს მწირი, რომ
არსებო მინიმუმს მე-13-საც არ წარმოადგენდეს, არამედ უნდა შევეცადოთ ყოველ მხრივ და ყველანაირად, რომ როგორც ამბობენ თევზის მიწოდების ნაცვლად ანკესი მივაწოდოთ მათ, ვისაც თევზის დაწყჭერის სურვილი აქვს, ამ ფორმულით ხდება ჩვენი მუშაობის წარმართვა, ესე იგი საარსებო წყაროების შექმნა და თვითუზრუნველყოფ ფაზაზე გადასვლა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის სოფლის მეურნეობაში, რადგანაც ჩვენი გამოკვლევებს ვერ უწოდებ, მაგრამ დაკვირვებები, რომლებიც ჩავატარეთ მრავალ რაიონში იყვნენ ჩვენი თანამშრომლები, არადიდ მცირერიცხოვანი 10-12 კაცი ვართ სუნთლიანად, მაგრამ ყოველდღიურად გადიან ჩვენ საველე ოფიცრები ყავს და აგროვებენ ინფორმაციას სად როგორ და რა მდგომარეობა არის იმ აზრით, რომ შემდგომ ოპერატიულად მოახდინოთ რეაგირება და ამ მონაცემების საფუძველზე მივედით იმ დასკვნამდე, რომ თვითონაც მოწადინებულები არიან ისინი, რომ აღარ იყვნენ დამოკიდებულები ესეთ სახელმწიფოს დახმარებას და კონკრეტულად მოგახსენებთ ჩვენ როდესაც ბატონ თორნიკეს დასესხები რომ ბრძანა რომ არის განსახლების და მათი ბინით უზრუნველყოფის პრობლემა ამ პრობლემის მოგვარებას წირი რესურსებით, მაგრამ მაინც სამინისტრო ყოველდღიურად ცდილობს, რომელთა პროგრამა ხორციელდება, მრავალ სხვა პროგრამებთან ერთად ხორციელდება სოფლად სახლის პროგრამა, რომელიც გულისხმობს კომპაქტურად ჩასახლებული ობიექტებიდან იმ სადაც შეუძლებელია ცხოვრება და მათ ქულებსაც არ უწერენ. აი იქიდან გაყვანა ამ ხალხის სოფლებში და იმას ქვია სოფლად სახლის პროგრამა. ამ პროგრამით უკვე 200 კაცს მიეცა სოფელში უყიდდა სამინისტრომ სახლები თავის ნაკვეთთან ერთად და ეხლა ჩვენ დავიწყეთ ამ ნაკვეთების მფლობელებისათვის დახმარების აღმოჩენის პროგრამა. ერთი დაამუშავონ, მეორე ხეხილის ნარგავებით მიუტანოთ, ცხოველები შეუძინოთ სოფლის მეურნეობის და ძროხა იქნება ღორი თუ სხვა. და ამ ხრივ ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეიძლება აი მაპატიეთ ქალბატონი მარინა კითხულობს რამდენი ოჯახიაო ასეთი 200 არის დეკემბრიდან არის 200 ოჯახი არის ესეთი საქართველოს მასშტაბით ეს დემოგრაფიულადაც მნიშვნელოვანია ჩვენი საზრით კი არის ობიექტურადაც ეგრე არის და მეორეს ერთი მატერიალური თვალსაზრისითაც უკეთ არიან აღწერით მოგახსენებთ იყო შემთხვევა როდესაც მაგალითად ბოლნისის რაიონში ბოლნისში ცხოვრობს ბატონი ნიკოლოზ გიორბელიძე, ჩვენები მივიდნენ იქ გამოსაკითხად თუ რა სურვილები ქონდათ, ყველა ოჯახში ეგრე ჩამოიარეს, მაგრამ აი კონკრეტულ დამპირობებაზე მოგახსენებთ, რომ კითხეს, სხვებმა თქვენსვა ეს გვინდა სხვადასხვა რაღაცები, ამ კაცმა თქვენ თქვენი აღარაფერი აღარ მინდა, უზრუნველყოფილი ვარ. არც არავის დაუძალებია თვითონ განაცხადა თუ გნებავთ მე თვითონ დავეხმარები თუ ინმეს და მე დახმარება შეიძლება სოფელში ყოველთვის პიროვნებებზეც ბევრია დამოკიდებული ამ მხრივ. ასე რომ სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მიმართულებები, რომლებსაც აღარ გადაყოლით ახლა თუ კითხვებით დაიბადება იმის მიმართულებით, ეს არის პირველ რიგში სოფლის მეურნეობა, მეორე არის მრეწველობა და მესამე ინოვაციური ტექნოლოგიები და საერთოდ ყველა ამას აერთიანებს ერთი რომ კვალიფიკაციის ამაღლებაც ჩვენს ფუნქციაში შედის. თუ კი სურვილი ექნებათ საამისო ბენეფიციარებს, რომ პროფესია შეიძინონ, ან კვალიფიკაცია აიმაღლონ, ან შეიცვალონ აი ამ მიმართულებით. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა, მე წარმატებებს გისურვებთ თქვენ და თქვენ სააგენტოს. ბატონო თემურმა ახსენა არასამთავრობო ორგანიზაციები. თქვენი ორგანიზაცია სწორედ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი წლების განმავლობაში მუშაობს აი სწორედ აი ამ კუთხით, საარსებო წყაროების უზრუნველყოფის კუთხით. ეკა, თუ შეიძლება თქვენი ორგანიზაციის გამოცდილებაზე რომ გვესაუბროთ და რა შეგიძლიათ თქვენ შესთავაზოთ სააგენტოს. მე ასევე ვიცი რომ თქვენ აქტიურად ბრძანდებით ჩართული სააგენტოს სტრატეგიის შემუშავების პროცესში. მოგესალმებით, უპირველეს ყოვლისა, მივესალმები რადიო მსმენელებს, დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისათვის. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი უკვე 17 წელია, რაც ახორციელებს დასაქმების ხელშეწყობისა და შემოსავლების მომტანი საქმიანობების ხელშემწყობ პროგრამას საქართველოს 6 რეგიონსა და დედაქალაქში.
აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებული და სხვა სოციალურად დაუცველი პირებისათვის დასაქმების ხელშეწყობას, მათთვის კონკრეტული ცოდნისა და უნარების მიწოდებას, მათ ჩართულობას სხვადასხვა პროგრამებში და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას. ამ წლების განმავლობაში ჰუმანიტარულმა ცენტრმა აფხაზეთმა განახორციელა 5,5 მილიონ ლარის ღირებულების 35 პროექტი და ამ პროექტებით ისარგებლა პირდაპირ 11,500-მა იძულებით გადაადგილებულმა პირმა. ამ ადამიანებმა პროექტის საშუალებით მიიღეს დასაქმების და თვითდასაქმების შესაძლებლობები, ბუნებრივია გაიზარდა მათი შემოსავალი, გახდნენ მეტად თვითდაჯერებულნი და ცხადია მეტწილად შემცირდა მათი დამოკიდებულება სახელმწიფო დახმარებაზე. რაც შეეხება ჩვენს მოსაზრებებს, თქვათ, საარსებო წყაროების სააგენტოსთან დაკავშირებით, მოგახსენებთ, რომ ასევე აღნიშნა ბატონმა თემურმა, ხო, ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში არ არსებობდა საარსებო წყაროების პროგრამების დაგეგმარების, კოორდინირებისა და განხორციელების ერთიანი ხედვა. რაც გააერთიანებდა, თქვათ, სამთავრობო უწყებების, დონორი ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ეროვნული არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევას. ყველა საარსებო წყაროების პროგრამა, იმიტომ ცხადია, ხა რადიო მსმენელებიც ალბათ დაგვეთანხმებიან, ეს პროგრამები არ დაწყებულა დღეს და გუშინ, უკვე 17 წელიწადს ითვლის მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციის გამოცდილებიდან, მაგრამ ხორციელდებოდა რატომღაც სპონტანურად და ერთი ასეთი გრძელვადიანი დაგეგმვა ნამდვილად არ ხდებოდა. გარდა ამისა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მოგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს მწირი რესურსები იმისათვის, რომ ჩავატაროთ მტკიცებულებებს დაფუძნებული სხვადასხვა კვლევები და ჩვენი პროგრამები, თქვათ, ეფუძნებოდეს სხვადასხვა კვლევებს. შესაბამისად, ამის ნაკლებობა და დეფიციტი არის. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ჩვენ მივესალმებით და მოხარულნი ვართ, რომ სახელმწიფომ დაისახა მიზნად, რომ დევნილებს განსახლებასთან ერთად შესთავაზოს საარსებო წყაროები, იმიტომ რომ საერთაშორისო პრაქტიკიდაც, როდესაც საუბრობთ გრძელვადიანი განსახლების პირობებს, ეს თავისთავად არ გულისხმობს მხოლოდ საცხოვრებლით უზრუნველყოფას, არამედ ეს გულისხმობს სოციალური ინფრასტრუქტურის მოწყობას და ბუნებრივი ადგილზე დასაქმებას. ცხადია, ჩვენ მივესალმებით ამ ინიციატივას. ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი პირველი დღიდანვე აქტიურად იყო ჩართული როგორც საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სტრატეგიის, ასევე სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. უფრო მეტიც, ჩვენ ვუზრუნველყვეთ, რომ ამ დოკუმენტების შემუშავებაში ყოფილიყო ძალიან მაღალი ჩართულობა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე თავად დევნილების, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ და მე ვიცი, რომ ეს არის გადაცემათა ციკლი და ერთ-ერთი თქვენი გადაცემა მიეძღვნა დევნილთა ჩართულობას. დევნილთა ჩართულობა არის ცალკე პრობლემა, როდესაც საუბრობ ჩართულობაზე, ჩართულობა არ გულისხმობს მხოლოდ, ვთქვათ, მონაწილეობას, არამედ ან ჩართულობის სხვა ეტაპები არსებობს და სამწუხაროდ ჩვენთან ჩართულობა მხოლოდ ლიმიტირებულია ინფორმირებულობაზე ან თუნდაც, ვთქვათ, კონსულტაციაზე. შესაბამისად, ჩვენი, ვთქვათ, ძალისხმევით დაახლოებით 6 თვის მანძილზე მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა, რომ დევნილებს ქონოდათ ხელმისაწვდომობა ამ დოკუმენტების პროექტებთან, ყოფილიყო მათი აზრები, ვთქვათ, გათვალისწინებული, საჭიროებები. აქედან გამომდინარე, ჩვენც, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობას ვიღებთ ძალსახად ამ დოკუმენტების, ვთქვათ, შექმნაზე, მაგრამ წინ არის დიდი გამოწვევები. მაპატიეთ, ქალბატონიკა, შეგიძლიათ დაგვისახელოთ თუნდაც 1-2 მაგალითი იმისა, თუ რა შესთავაზეს თვითონ დევნილებისგან რა ინიციატივა წამოვიდა, რა რეკომენდაციები წამოვიდა, აი ასეთი კონკრეტული მაგალითები. ცხადია, რა თქმა უნდა, ანუ დევნილების ძირითადი გზავნილები იყო ის, რომ ყოფილიყო გამოყენებული უკვე არსებული წარმატებული მაგალითები. იმიტომ რომ ბუნებრივია ეს დევნილები 20 წელიწადზე მეტია უკვე ცხოვრობენ და მათ ახლა დამერწმუნებით ალბათ რომ მათ შექმნეს თქვათ რაღაც პატარა საარსებო წყაროები და დღემდე მოვიდნენ, ხო? ასე ჩართული იყვნენ სხვა შემოსავლის მომტან საქმიანობებში და მათი ძირითადი რეკომენდაცია იყო იმ წარმატებული მაგალითების გამოყენება და გათვალისწინება, რომლებიც უკვე არსებობდა. საუბარი არის ძირითადად მათ ჩართულობაზე და ხელმისაწვდომობაზე მომსახურების სფეროში, ბიზნესებზე. წარმოება, რა თქმა უნდა, არის მისასალმებელი, მაგრამ ეს საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ ფინანსურ რესურსებს მოითხოვს უფრო მაღალს
ხალხს, ასე ვთქვათ, და არა მხოლოდ ფინანსურ რესურსს, არამედ ვთქვათ ინტელექტუალურ შესაძლებლობების გაზრდას და ვთქვათ ტექნოლოგიები ახსენა ბატონმა თემურმა, ესეც პირდაპირ კავშირში არის ამასთან. იცით რა მაინტერესებს ბატონ თემურ? აი ვთქვათ, ახლა გვისმენს ჩვენ დევნილ ადამიანი, რომელსაც ეს პრობლემები აწუხებს და უნდა რომ მიიღოს მონაწილეობა ამ თქვენს პროექტებში. როგორ შეუძლია მას დაკავშირდეთ თქვენთან და მოვიდეს სააგენტოში თუ მათ შეუძლიათ მიმართონ როგორც რეგიონალურ ოფისებს, ასევე შეუძლიათ უშუალოდ ჩვენ დაგკავშირდეთ, რასაც მასობრივად აკეთებენ დღის განმავლობაში დაახლოებით 20-30 კაცი. სტუმრობს თუ საქმიანი ვიზიტით მოდის ჩვენთან. გარდა ამისა, არსებობს ცხელი ხაზი, სამინისტროში ახლა დამუშავებული ცხელი ხაზი, რომელიც აფიქსირებს ყველა და იწერენ და მე ავრცელებენ შესაბამის მისამართების მიხედვით იმ სამსახურიდან მათ სურვილებს, შენიშვნებს თუ საყვედურებს ნებისმიერ მიმართულებით დაკავშირებულ სამსახურებრივ მოწყობასთან და უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ისე იგი გამოდის, რომ საზოგადოება ინფორმირებულია ამ სააგენტოს შექმნის შესახებ. ამის ინფორმირებულობა ამ მიმართებით ჩვენ უკვე ხელშეკრულებები გვაქვს დადებული შესაბამის სააგენტოებთან და როგორც კი მატერიალური საშუალება მოგცემს ამის საშუალებას მხედველობაში მაგ დაფინანსების ხაზი გაიხსნება, რაც ოდნავ შეყოლნებული არის, ეს იქნება რამდენიმე კვირაში ალბათ. იმავე წუთში ეს რომ სრულ დაპირება არ იყოს და ნამდვილად იყოს საშუალება დაკმაყოფილების სამოთხოვნების, იმ წუთში ეს სამსახური ამუშავდება. კეთილი, დიდი მადლობა. ბატონ თორნიკე, მე მაინტერესებს ერთი საკითხი, როგორ არეგულირებს ჩვენი კანონმდებლობა ამ საკითხს? თუ ვთქვათ, დევნილი მოსახლეობა დასაქმდება, შემწეობა, რასაც ის იღებს სახელმწიფოსგან, ის ეხსნება ამ შემთხვევაში? არა, ანუ ერთ-ერთი ჩანაწერი, რომელიც ხვდავს შემწეობის მიღებას დევნილის მიერ, ეს არის კანონში, ეს არის თუ ადამიანს აქვს დასაბეგრი შემოსავალი 1250 ლარზე მეტი. სხვა შეზღუდვა კანონში არ არის, შესაბამისად არ ვიცი, თუ ადამიანს 1250 ლარზე მეტი ექნება მის მიერ დაწყებული ბიზნესით, საუბრობთ შეუძლია შემწეობა თუ არა. ну ეს შეწყვეტა არ მოხდება. ეს არის კიდე მეორე საკითხი, თუ ცოტა განვარსვს ამ თემას, რაც არის უკვე საჭიროებებზე მორგებული მიდგომა. ბატონმა თემურმა ახსნა, რომ 45 ლარი ნამდვილად არ არის საკმარისი დღეს საქართველოში, რომ ოჯახმა იცხოვროს, ადამიანმა იცხოვროს, თუნდაც ერთმა სულმა. მეორე რეალობა რაც გვაქვს არის ის, რომ რესურსები ქვეყანაში არის საკმაოდ მწირი, საუბარი მაქვს რესურსებზე, რომელიც დახარჯოს სახელმწიფოს შეუძლია დევნილებისთვის. ანუ გვჩება ერთ-ერთი გამოსავალი, რომ ის რესურსები რაც გვაქვს მივმართოთ იმ დევნილებისკენ, რომლებიც არიან უპირველესად გაჭირვებული. 2013 წლის კვლევების მიხედვით დევნილები არიან საქართველოში ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები. ჯგუფი უბრალოდ სხვა ჯგუფებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი. თუმცა ამ ჯგუფში შიგნით კიდე რომ დავყოთ, ამის კვლევა არ აკეთებულა ჯერ, თუმცა დარწმუნებული ვარ გამოიკვეთება ოჯახები და ადამიანები, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. ამიტომ საჭიროა სახელმწიფო გადავიდეს, ასე ვთქვათ, სტატუსზე მორგებული მიდგომებიდან გადავიდეს საჭიროებებზე მორგებულ მიდგომაზე და თავის დახმარება მიმართოს ყველაზე გაჭირვებული ჯგუფებისკენ. და რა მექანიზმები გესახებათ იმისთვის, რომ აი ეს გადასვლა უმტკივნეულად? კარგი შეკითხვა და სწორად ახსენეთ, რთულია ეს გადასვლა იქნება რთული. და უპირველეს ყოვლისა საჭიროა მიზანი გავიგოთ სწორად, რომ ეს მიზანი არის ის, რომ დავეხმაროთ ყველაზე გაჭირვებულებს. გადასვლაზე მე ვერ გაგაცემთ პასუხს, იმიტომ რომ ამაზე პასუხს ვერ გაგაცემთ ვერც მე და ვერც კონკრეტული ადამიანი, საჭიროა ამაზე მუშაობის დაწყება და საჭიროა ექსპერტების მოწმობა ყველა სხვადასხვა მიმართულებით, როგორც იურისტების, ასევე ეკონომისტების, სოციალური მუშაკების, ყველა ადამიანის, რომელსაც შეუძლია ამ სტრატეგიის გაწერა, რათა ეს სტრატეგია იყოს მაქსიმალურად მიახლოვებული ობიექტურთან. მე ვერ ვიტყვი, შეიძლება იყოს აბსოლუტურად ობიექტური, ძალიან რთულია საერთოდ ასეთი რაღაც გაკეთება. ამიტომ ამაზე მუშაობა უნდა დაიწყოს საჭიროა მალე, სწრაფად, ვინაიდან ეს არ მოხდება ერთ-ორ დღეში, ვერ მოხდება და ამაზე ალბათ საჭირო იქნება თვეები მუშაობა, რომ მივიღოთ ის პროდუქტი და რაზეც ეკალა საუბრობდა, აუცილებელია ამ მუშაობაში და ყველაზე მთავარია ჩართულიყვნენ დევნილები.
რათა მათ ქონათ ინფორმაცია და ისინი მათგან მივიღოთ ინფორმაცია თუ როგორ შეიძლება ჩვენ მოვახდინოთ იდენტიფიცირება ყველაზე გაჭირვებული კატეგორიების დევნილებში. თუმცა ალბათ ამ მიდგომაზე გადასასვლელად ინფორმირებულიც უნდა იყოს საზოგადოება და მზაობაც უნდა იყოს. დიახ, რა თქმა უნდა, როგორც მინიმუმ ამ ეტაპზე საჭიროა დისკუსია დავიწყოთ ამ თემაზე და გავიგოთ თუნდაც საზოგადოების აზრი, რაც ფიქრობს საზოგადოება ამაზე და უპირველეს ყოვლისა რაც ფიქრობს დევნილი საზოგადოება ამაზე. დიდი მადლობა, ხომ არ დავამატებთ ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენს აზრზე. აბსოლუტურად ვიზიარებ თორნიკეს მოსაზრებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენც ვართ ჩართულები ცხადია ამ პროცესებში. პროცესი დაწყებულია, თუმცა წინ დიდი გზა არის ნამდვილად გასავლელი, რომ ის რაც დავისახეთ ამოცანად განხორციელდეს, იქიდან გამომდინარე, რომ მართალი გითხრათ, საერთაშორისო პრაქტიკაშიც არ არის ბევრი კონკრეტული მაგალითი ამ მიდგომის, აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს საჭიროებებზე მორგებული, როგორი, ვთქვათ, მექანიზმები შეიძლება მოვიფიქროთ, თანაც რა თქმა უნდა გავითვალისწინოთ დევნილები როგორ ხედავენ ამ კონკრეტული საკითხის მოგვარებას. მე უბრალოდ დავამატებდი კიდევ ერთ საკითხს, რაც შეეხება სააგენტოსთან დაკავშირებით, ხომ? ანუ ჩვენ ვიცით, რომ განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში სახელმწიფო რამდენიმე პროგრამის განხორციელება დაიწყო, რომლებიც ითვალისწინებს ზოგადად საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას სხვა ეკონომიკური პროექტებით. მათ შორის არის მეწარმეობის განვითარების სააგენტო ეკონომიკის სამინისტროში, რომელმაც სულ ერთი თვეა დაიწყო პროექტის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს 5,000 ლარის ღირებულების გრანტების გაცემას მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის. ამ პროგრამაში ნამდვილად შეზღუდულნი არ არიან დევნილები, თუმცა არის მოთხოვნა, რომ ისინი 20%-იანი კონტრიბუციით, თანხმობრივ კონტრიბუციაზე მაქვს საუბარი, შევიდნენ ამ პროგრამის მასში მონაწილეობის მისაღებად. ახლა მოგეხსენებათ, რომ დევნილს ესე ცალკე გადადებული, ვთქვათ, დანაზოგი თანხა არ აქვს იმისათვის, ეს ყველასთვის არის თუ მხოლოდ ეს არის ყველასთვის, რა თქმა უნდა, დევნილსაც აქვს ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღება. უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ დევნილი არის უფრო მოწყვლადი და ალბათ საზოგადოებაში არის ეს კითხვა, ხო, რატომ, ვთქვათ, დევნილის რატომ უნდა მიენიჭეს უპირატესობა, როცა დასაქმებაზე ვსაუბრობთ, მაშინ როდესაც დასაქმება საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის მწვავე პრობლემას წარმოადგენს. იმიტომ რომ დევნილების პრობლემები არის ნამდვილად განსხვავებული. აი 2013 წელს მაპატიეთ მსოფლიო ბანკმა გააკეთა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირების საარსებო წყაროების გამოცდილების შესწავლას და ამ კვლევის თანახმად დევნილების 80%-ს არ მიუწვდება ხელი სასოფლო-სამეურნეო მიწებზე და ფინანსურ რესურსებზე. ასევე დევნილებისათვის ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორი გახლავთ მწირი სოციალური კაპიტალი. მოგეხსენებათ, საქართველო პატარა ქვეყანაა და სოციალურ კავშირებს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ასევე ერთ-ერთი ფაქტორი გახლავთ შესაბამისი უნერების არ ქონა და ვთქვათ კვალიფიკაციის გავლა, იმიტომ რომ 20 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ ადამიანებმა ვთქვათ განათლება მიიღეს ან იმუშავეს და ვთქვათ შეზღუდულია შესაძლებლობები მათი დამატებითი ტრენინგებისათვის. საუბარი ასევე ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე ამ კვლევაში და დახმარებაზე დამოკიდებულებაზე, რაც არის არამხოლოდ დამახასიათებელი საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირებისათვის, არამედ სხვა კონფლიქტურ ქვეყნებში, სადაც მსგავსი ტიპის გაჭიანურებული დევნილობა ასე ეწოდება ამ ფაზას, როდესაც 20 წელზე მეტია დევნილობაში იმყოფებიან, ანუ სხვა ქვეყნებში, სადაც ასევე არის გაჭიანურებული დევნილობა, განსაკუთრებით აფრიკაზე მაქვს საუბარი, იქაც დახმარებაზე დამოკიდებულება არ არის ხოლმე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემშლელი ფაქტორი იმისათვის, რომ ამ ადამიანებმა მოახდინონ ისე ვთქვათ ეკონომიკურად ინტეგრაცია და ეს ყველაფერი იმიტომ მოვაყოლე, რომ თქვენ მკითხეთ, ხო, ანუ ეს 5,000 ლარი ხელმისაწვდომი არის ყველასთვის და მოთხოვნა შესაბამისად ყველასთვის იგივეა, მაგრამ მე ვფიქრობ, სააგენტოს როლი სწორედ ამაში შესაძლებელია, ვთქვათ, იყოს კარგად გამოყენებული, რომ მოხდეს თქვა სახელმწიფოებს შორის, სხვა სააგენტოებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, თუ რა მექანიზმები შეიძლება დაისახოს იმისათვის, რომ დევნილებისათვის მოხდეს მცირე შეღავათების გათვალისწინება. ასევე მინდა მოვიყვანო მეორე კონკრეტული მაგალითი, სოფლის მეურნეობის სამინისტროში არსებობს ასევე სიპი, რომელიც ხელს უწყობს კოოპერატივების შექმნას.
ჩვენ გამოვითხოვეთ სტატისტიკა და ბოლო სტატისტიკით, ანუ 100 კოოპერატივი არის შექმნილი და სამწუხაროდ მხოლოდ ერთი კოოპერატივის მფლობელი გახლავთ დევნილი. ანუ რატომ არის ეს? ანუ იმის თქმა მინდა ბატონო თემურმაც ისაუბრა ცოტა ხნის წინ სწორედ ამაზე, რომ სურვილი კოოპერატივების შექმნის, როგორც ჩანს, ნაკლებია. ინდივიდუალურად ურჩევნიათ საქმიანობის წამოწყება. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ასე მაგ ფაქტს აღადგილი. და თქვენც ახლა იგივე ბრძანეთ, ხო? დიახ, თუმცა აქ შესაძლებელია სხვა ფაქტორებიც იყოს და სხვა მიზეზებიც. მე უბრალოდ აქცენტს ვაკეთებ იმაზე, რომ სააგენტო უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული ალბათ სხვა სახელმწიფო პროგრამებთან თანამშრომლობაში და შესწავლაში იმ მიზეზების, თუ რატომ ხდება დევნილთა ნაკლები ჩართულობა. იქედან გამომდინარე, რომ ვთქვათ და ასევე თუნდაც კვლევების ჩატარება, იმიტომ რომ ჩვენ როგორც უკვე აღნიშნე მე ადრე საუბრისას, ჩვენ არ მიგვიწვდება სამწუხაროდ ხელი მტკიცებულებებზე დაფუძნებულ კვლევებზე, რომელზეც შემდეგ შევიმუშავებდით ჩვენ სტრატეგიებს და თუნდაც კონკრეტულ პროექტებს. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა რომ თქვენც მოგცეთ გადაცემის დასასრულს 2 სიტყვის თქმის საშუალება, მაგრამ ახლა მოდით ქალბატონ მარინას მოვუსმინოთ. ქალბატონო მარინა, თქვენი რეკომენდაციები, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისა, თქვენ მოისმენთ სააგენტოს შესახებ, მისი მიზნების შესახებ. ხომ არ გინდათ რაიმე, აი თქვენ შეგიძლიათ ახლავე მიმართოთ ბატონ თემურს. მინდა დაუბრუნდეთ თქვენ შეკითხვას საჭიროებებთან ერთად, რომ შესაძლებლობებიც იყოს შესწავლილი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ სახელმწიფოს პოლიტიკა დევნილთა მიმართ ფაქტიურად 93 წლიდან აფხაზეთიდან დევნილებს გულისხმობ 2007 წლამდე არ არსებობდა საერთოდ და ძირითადი მესიჯი სახელმწიფოსი იყო, რომ ჩვენ მალე დაგაბრუნებთ. თქვენ მალე დაბრუნდებით და ეგრეთ წოდებული ჩემოდანური განწყობილებები, ამას ხმარობთ ჩვენ, ასე ვლაპარაკობთ, იყო გავრცელებული და დევნილები სულ იყვნენ მოლოდინში, დღეს ან ხვალ დაბრუნდებით, რიცხვები სახელდებოდა და ასე შემდეგ. და ეს რა თქმა უნდა არ უწყობდა ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი ადაპტაციას. რა თქმა უნდა, ეს იყო ძირითადი მესიჯი, ეს იყო პოლიტიკა და ხალხი, ფესვებს არ უშვებდა. აი მარტო დღევანდელ დღეზე ფიქრობთ. და ის რომ არსებობს სტრატეგია და ეს სტრატეგია არის რამოდენიმე მიმართულებით, ეს უკვე დიდი საქმეა. და იცით რა, ხალხში აი ის საკუთარი თავის რწმენა, რაზედაც უკვე თქვა ეკამ და საკუთარი შესაძლებლობების დაყრდნობით რამის გაკეთების იმედი ნამდვილად ამ პოლიტიკამ დაკარგა. და ეხლა ხელახლად უნდა აი ეს ყველაფერი რომ ისევ გაჩნდეს ხალხში. ამიტომ საჭიროებებთან ერთად არის აუცილებელი შესასწავლი ის უნარჩვევები, რაც შეიძინა ხალხმა ამ წლების განმავლობაში, ან რაც შემორჩათ იმის მერე, რაც ჩამოვიდნენ აფხაზეთიდან. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს გამოყენება და მთელი კონკრეტული ტაქტიკა აი ამ პოლიტიკის განხორციელების დროს უნდა იყოს იმაზე მიმართული, რომ აი ამის გათვალისწინებით მოხდეს კონკრეტული პროექტების დაგეგმარება. რაც ეხება კიდე ინტეგრაციას, იქ რამოდენიმე მიმართულება და რახან განსახლებაზე ბევრი ვილაპარაკეთ, ჩვენ არ შეგვიძლია ისიც არ აღვნიშნოთ, მიუხედავად იმისა, სულ ვართ რაღაცა კრიტიკის და ოპონირების რეჟიმში სახელმწიფო და ეს არის სახელმწიფო სტრუქტურებთან და ეს არის ნორმალური პრაქტიკა, საერთოდ დემოკრატიული საზოგადოების, მაგრამ არ შეგვიძლია არ თქვათ, რომ დადებითი რაღაცეებიც მოხდა. მაგალითად ის ფაქტი, რომ საქართველოს კანონში, ახალ კანონში, რომელიც მოქმედებს 2014 წლის მარტიდან, ჩაწერილია აბსოლუტურად კონკრეტულად ცნება სათანადო საცხოვრებლის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ეს გულისხმობს ღირსეულ საცხოვრებელს, სანიტარული ნორმების დაცვას და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ჩაწერილია კანონში და ეს არის უკვე ვალდებულება, რომ სახელმწიფო ვალდებულია რომ უზრუნველყოს აი ამ სათანადო საცხოვრებლით ყველა დევნილი ოჯახი.
მართლა დიდი საქმეა წინ გასაკეთებელი ამ ხრივ, იმიტომ რომ სულ 30%-ია და 30 და 6%-ია დაკმაყოფილებული სათანადო საცხოვრებლით. დიდი მადლობა ქალბატონო მარინა და ბატონო თემურ, თქვენ ძალიან მოკლედ შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს მსმენელს, საზოგადოებას. ძალიან მოკლედ თუ მოგახსენებთ რომ ჩვენი განხილვის პროცესში რამდენჯერმე ითქვა სიტყვა მზაობა ჩვენი მხრიდან არის ამ დახმარების გაწევის, რამდენად იქნება მზაობა ამ დახმარების მიღების, ეს მეორე პრობლემა რჩება და სამწუხაროდ ფერადფერებში რო არ წარმოიდგინოთ მდგომარეობა აღწერთ ჩვენ პრობლემებს. ყოველდღიურად მოგახსენებთ 30-მდე 40 კაცამდე მოდის სხვადასხვა დახმარების თხოვნით და ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი და გაუმჯობესოთ მდგომარეობა, რაც ერთხელ გამოიხატება სამსახურის მოძიებაში მათთვის. ბოლო დროს შეიმჩნევა ტენდენცია, რომ ისინი თანხმობას აცხადებენ შეთავაზებულ სამსახურებში, რომელთა ხელფასის ოდენობა შეიძლება დიდი არ არის, მაგრამ 600 ლარს მაინც შეადგენს. და ისინი სამწუხაროდ მეორე დღეს ურეკავთ დამსაქმებელ ვისთანაც გაუშვით და გვეუბნებიან, რომ ეს პიროვნება მასთან არ მისულა. ესეთი იყო დაახლოებით 24 შემთხვევა ერთ თვის განმავლობაში. და რა არის მიზეზი? ვერ ხსნ მე მათ ვეღარ პოულობთ, მე ჩვენ მოვლენ მიპოვეთ სამსახური, ჩვენ პოულობთ სამსახურს და ისინი არ ცხადდებიან ამ სამსახურში. ვერ ხსნ, მაგას ეთყობა ცალკე შესწავლა უნდა. ისევე ჩვენ ახლო კონტაქტი გქონდა მრეწველობის სამინისტროს საშუალებით ხუალინგის კომპანიასთან, ჩინურ კომპანიასთან დასაქმების თვალსაზრისით, აი თბილისის ზღვაზე მშენებელ ობიექტზე თანხმობა განაცხადეს ჩვენ გაგზავნილი დევნილების მიღებაზე 25 საშტატო ერთეული გამოგვიყვეს და 3 თვის განმავლობაში ვაცხადებდით, ხვდებოდით ამ ხალხს და არავინ არის სურვა 600-700 და 800 ლარზე წასვლა იქ დასაქმებისთვის. ეს ერთგვარ გამოცანად რჩება ჩვენთვის და ვისურვებდი შემდგომში ესეთი გამოცანები ნაკლებად ყოფილიყო. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ბატონო თემურ, თქვენ ქალბატონო ეკა, ქალბატონო მარინა, ბატონო თორნიკე ჩვენს განაცემაში მონაწილეობის მიღებისთვის მე მინდა წარმატებები გისურვოთ. ჩვენი განაცემისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა, ჩვენს მსმენელებს შევახსენებ, რომ დღეს ჩვენი სტუდიის სტუმრები იყვნენ ქალბატონი მარინა ფაღავა, ქსელ სინერგიის წევრი, ბატონი თემურ ბაქრაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იზოლებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ყოველთა სამინისტროს დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი, თორნიკე ცაგარეიშვილი, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, დევნილთა საკითხებზე პროექტის კოორდინატორი და ქალბატონი ეკა გვალია, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი აღმასრულებელი დირექტორი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ. სტუდიაში თქვენთვის მედეა იმერლიშვილი მუშაობდა, შეგახსენებთ ეს გახლდათ გადაცემა დევნილთა სინერგია, ის მომზადებულია პროექტის სინერგია დევნილთა გაძლიერება თანამონაწილეობისა და თანამშრომლობის გზით ფარგლებში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის მიერ საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს საშუალებით. ნახვამდის. დევნილთა სინერგია. გადაცემები მზადდება პროექტის სინერგია დევნილთა გაძლიერება თანამონაწილეობისა და თანამშრომლობის გზით ფარგლებში. საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით.